მინდა გაგაცნოთ Microsoft-ის შესანიშნავი ხელსაწყო ფოტო. ამისათვის შევდივართ საიტზე filenetwork.com, ჩამოვშლით რესურსებს, ვირჩევთ Free Tools, სადაც Microsoft-ის ინსტრუმენტებია მოთავსებული. ამჯერად შევჩერდებით ფოტოზე. შევდივართ და სტაფილოსფერი ღილაკით გადავდივართ გვერდზე, საიდანაც შეგვიძლია მისი ინსტალაცია. ხოლო შემდეგ კი შევდივართ უკვე დაინსტალირებულ პროგრამაში. გამოდის ბრძანება და შეგვიძლია როგორც edit, ისე collage ბრძანებაში შესვლა. ეს პროგრამა ძალიან კარგად მუშაობს Windows 8-თან, დაკავშირებულია მასთან, აქვს ბრწყინვალე ეფექტები, გვაძლევს ის collage-ის შექმნის საშუალებას, რომელიც შეგვიძლია ასევე ტექსტთან ერთად გამოვიყენოთ. ეს ყველაფერი ერთად სასწავლო პროცესისათვის საკმაოდ მძლავრი ინსტრუმენტია. შევიდეთ collage განყოფილებაში. ის მოსწავლეებში ზრდის мотивация შესასწავლი მასალის მიმართ. თქვენი მოსწავლეები თავად დაამზადებენ სასწავლო რესურსებს მისი საშუალებით და საკმაოდ ხალისიანად და სწრაფად მიაღწევთ შედეგს. ფოტოების დამატება მოხდება ედ ღილაკით. ვირჩევთ იმ ფოტოებს, რომელიც გვინდა რომ დაემატოს ჩვენს კოლაჟისათვის. ისინი განთავსდებიან მარცხენა მხარეს, ხოლო მარჯვნივ კი მოთავსებულია შაბლონები, როგორც ხედავთ, განსხვავებული შაბლონებია მოთავსებული და ავირჩევთ ერთ ნებისმიერ მათგანს. ავირჩიოთ შაბლონი და შაბლონში მოვათავსებთ ფოტოებს. შეგვიძლია ასევე კადრის უფრო მოახლოება, დაშორება. ასევე გვაძლევს როტაციის ბრუნვის უფლებას და შეგვიძლია ასევე წაშლა. განსხვავებული ჩარჩოს ეფექტები აქვს. შეგვიძლია ასევე ჩარჩოს ფერები ვცვალოთ. და ვცვალოთ ჩარჩოს ფონები. ასევე განსხვავებული ზომებია. მას შემდეგ, რაც დავამუშავებთ ჩვენს კოლაჟს, შეგვიძლია შევინახოთ ის. File, Save as, collage 1 იყოს. შეგვიძლია ასევე გადავიდეთ მეორე გვერდზე, სადაც ფონები გვაქვს მოცემული და ასევე ფოტოები განსხვავებულ რეჟიმში დაგვილაგა. და ავირჩიოთ თუ არა. მრავლად არის ფონები ნამდვილად. შეგვიძლია ასევე შევინახოთ Save as ღილაკით. Collage 2 იყოს ეს. ასევე შეინახა. მოდით შევიდეთ edit განყოფილებაშიც. ვირჩევთ ფაილი და open ბრძანებით. სვავთ ერთ ნებისმიერ სურათს open-ით და ხედავთ, რომ განსხვავებული ეფექტებით შეგვიძლია სურათის შეცვლა. ასევე შეგვიძლია ქრო ბრძანებით მოვჭრათ. ფონები შევცვალოთ. ეფექტებია შესანიშნავი კიდევ. ასევე შეგვიძლია ჩარჩოები ავირჩიოთ და დავასრულებთ თუ არა შერჩევას. შეგვიძლია ასევე ტექსტი დავადოთ. ტექსტთან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენთვის სასურველი ფონტები შეგვიძლია ავირჩიოთ. მაგალითად შეგვიძლია
ავირჩიოთ ჩვენთვის ნაცნობი self-ine ვერსი მამა გიორგი თაწმინდელის გორის გიმნაზია. მას შემდეგ რაც დავასრულებთ გაფორმებას ფაილ ღილაკით, ასევე save as ღილაკით შეგვიძლია შევინახოთ. რა არის ახალი ამ პროგრამით? ამ პროგრამას აქვს ფუნქცია ზომების შეცვლის, ასევე აქვს დამატებითი ეფექტების ფუნქციები, გაუმჯობესებული აქვს ტექსტების მახასიათებლები, განსაკუთრებულობა აქვს ის, რომ კოლაჟი შექმნა შეგვიძლია, ასევე განსხვავებული რეჟიმები აქვს კოლაჟების შექმნის, ასე რომ ისიამოვნეთ თქვენი კოლაჟების შექმნით, დაამატეთ ტექსტები, მოახდინეთ რედაქტირება და რედაქტირების ელემენტები, როგორც ხედავთ, შეიცავდა ეფექტებსა და განსხვავებულ კადრებს. მოსწავლეებს შეეძლებათ ფოტოების რედაქტირება და ისინი შეძლებენ, რომ საკლასო პროექტებისთვის მნიშვნელოვანი სასკოლო რესურსები დაამზადონ. ასე რომ გამოიყენეთ სწავლების პროცესში ეს შესანიშნავი ხელსაწყო და დიდი მადლობა Microsoft-ს ასეთი კარგი ინსტრუმენტისათვის.